მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ დავით ბოტკოველი, კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას, დავიწყოთ ევრო-დოლარის წყვილით, სადაც როგორც ხედავთ დღესაც განავითარა ბაზარმა დაღმავალი მიმართულება, შესაბამისად გაარღვია ლოკალური მინიმუმი, ეს არის 1.0916 ნიშნული და განავითარა ეხა სვლა. პირველი ესეთი ნიშნული, სადაც შესაძლებელია ბაზარი მივიდეს, ეს არის ნულოვანი დონე 1.09 ნიშნული და იქ უკვე გადაწყდება თუ საიწავა მოძრაობა, თუმცა თუ ბაზარმა გაარღვია 1.09 ნიშნული ქვევით, მაშინ ჩვენ როგორც ხედავთ გველოდება ესეთი მხარდაჭერის დონე, ერთდღიან გრაფიკებზე ეს ძალიან კარგად ჩანს, მხარდაჭერის დონე და შესაძლებელია აქ ბაზარმა ესე ვთქვათ ცოტა ხანი შეისვენოს, ანუ შეყონდეს, მისი გარღვევის შემდეგ კი განვითარდება დაღმავალი სვლა ქვევით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბაზარი ვერ გაარღვევს ამ ნიშნულს, ეს არის დაახლოებით 1.0850 ნიშნული, თუ ვერ გაარღვევს ამ ნიშნულს, მაშინ განავითარებს აღმავალ სვლას და მოსალოდნელია, რომ უკვე შემდგომ ეტაპზე გაარღვიოს მაქსიმალური დონე, ეს ლოკალური მაქსიმუმი 1 და ეს ნიშნული არის 1.1015 ნიშნული. ამიტომ ჩვენი ესე ვთქვათ მიზანი პირველ რიგში არის 1.0850 და ზუსტად აი ამ 0.50-წენ გადაწყდება თუ საიწავა ბაზრის მოძრაობა. დოლარი შვეიცარიული ფრანკმა ფაქტიურად მიაღწია როგორც ხედავთ პარიტეტს 1 შვეიცარული ფრანკი 1 დოლარი და აქ ვნახოთ თუ რას იზავს აქვე უნდა აღინიშნოს რომ აი ეს ნიშნული აი ზუსტად პარიტეტის ნიშნული არის საკმაოდ ძლიერი წინაღობა მხარდაჭერის დონე, აი მოდით ერთდღიან გრაფიკზე რომ გადავიდეთ, ვატყობთ რომ საკმაოდ ძლიერი წინაღობა მხარდაჭერის დონე არის, შესაბამისად მის ქვევით ჩვენ უკვე განვიხილავთ სელის სიგნალს, ხოლო მის ზევით უკვე განვიხილავთ ბაის სიგნალს. ამიტომ დღეს ფაქტიურად დღეს ხვალ შესაძლებელია უკვე გამოჩნდეს სურათი თუ რას აპირებს ბაზარი, ანუ საიწავა მოძრაობა და შესაბამისად უკვე ვიტყვით რომ ვთქვათ თუ დაიძრა პარიტეტის ზევით სვლა მოსალოდნელია უკვე აღმავალი მოძრაობა დაახლოებით 1.01 ნიშნულისკენ, ხოლო თუ ვთქვათ ვეღარ გაარღვია ბაზარმა ეს პარიტეტი, ჯერ კვლავ დაუბრუნდებით რა თქმა უნდა 0.99-50 ნიშნულს, მისი გარღვევის შემდეგ კი 0.98-60 ნიშნულამდე არის სვლა მოსალოდნელი. ეხლა რაც შეეხება ფუნტი დოლარის წყვილს, აქაც როგორც ვაკვირდებით, ბაზარი ფაქტიურად არაფერს არ აკეთებს, დღეს დილით ესე ვთქვათ ავითარებს პირიქით დაღმავალ მიმართულებას, შესაბამისად მოსალოდნელი არის, რომ კორექციაში გაგრძელდეს მოძრაობა და ერთგვარი ძლიერი მხარდაჭერის სახით ჩვენ გვაქვს 1.28-60 ნიშნული, შესაბამისად აი აქ გადაწყდება, თუ ჩამოვიდა წყვილი, აქ გადაწყდება თუ საიწავა მოძრაობა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა მოახერხა უკვე ლოკალური მაქსიმუმის გარღვევა 1.29-90 ნიშნულის გარღვევა, მაშინ არ გაგვიკვირდება თუ ბაზარი გაარღვევს ასევე 1.30 ნიშნულს და შესაბამისად განავითარებს აღმავალ სვლას 1.33 ნიშნულამდე. რაც შეეხება დოლარი იაპონური ენს, აქ კვლავ ვითარდება აღმავალი სვლა, შესაბამისად ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში როგორც თქვით წინაზე არის 115 ნიშნული და ველოდებით მის განვითარებას, ანუ მასთან მიღწევას. დღეს დილით გაირღვა ასევე პატარა ლოკალური მაქსიმუმი, გუშინ გაირღვა ასევე დიდ ცოტა მოზრდილი ესე ვთქვათ 4 საათიან გრაფიკის ლოკალური მაქსიმუმი და შესაბამისად ველოდებით უკვე რომ განვითარდება კარგი აღმავალი ტრენდი 115 ნიშნულამდე. აი რაც შეეხება ავსტრალიურ დოლარს, როგორც გუშინ აღვნიშნეთ ჩვენ, აქ იყო გარღვევა ძლიერი დონის, შემდეგ მოხდა 4 საათიან გრაფიკზე ეს კარგად ჩანს, მოხდა მისი რეტესტი და განვითარდა დაღმავალი სვლა. დღეს ვხედავთ რომ ძლიერ დაღმავლობაში იმყოფება, დაღმავალ სვლაში იმყოფება ჩვენი წყვილი, შესაბამისად არ არის გამორიცხული რომ უკვე დღესვე ალბათ სავარაუდოდ უკვე დაფიქსირდება დაახლოებით 0.73 ნიშნული და აქ უკვე გადაწყდება ბაზარი რას იზავს, ანუ თუ ბაზარმა 0.73 ნიშნული გაარღვია, მაშინ ველით რომ შემდეგი მოძრაობა იქნება 0.71-50 ნიშნულამდე. ყველას გისურვებ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.